ჩვენთან მამისათა, დადასათა, დასავლისა წმინდისათა ჩვენთან არის. დღეს წირვა იქნება ცოტათი განსხვავებული. დროდადრო მე გავჩერდებით ხოლმე წირვის დროს და მოგიყვებით ხოლმე წირვის სიმბოლური მნიშვნელობის შესახებ. ანუ ეს წირვა, რომელსაც ჩვენ ავასრულებთ, რა თქმა უნდა, ეს არის თავარი იქ რომ სვერპლი იწირება, ანუ პური და ღვინო გარდაიქცევა ქრისტეს სისხლად და ხორცად, ისევე როგორც ეს მოხდა საიდუმლო სერობაზე, როდესაც იესომ თავისი მოწაფეები შეკრიბა 12 მოწაფე და გაანტეხა პური და უთხრა ეს არის ხორცი ჩემი და შემდეგ ბარძიმში ჩაასხა ღვინო და თქვა ეს არის სისხლი ჩემი და სვით ამისაგან ყოველთ, ანუ ეზიარეთ, ესეთი დაგვიტოვა, ესეთი ლოცვა-კურთხევა და ჩვენ ამას ვაკეთებთ უკვე აგერ 2000 წელია. ხო და თანდათანობით ამ წირვამ შეიძინა სხვადასხვა აი წირვის ჩატარება ეს რა თქმა უნდა იმ სერობაზე ასე არ იყო განსხვავებული იყო ცოტათი, მაგრამ აი დაემატა დეტალები და იმის შესახებ მინდა მოგიყვეთ. უპირველეს ყოვლისა ახლა ესე იგი მინდა გესაუბროთ შესამოსელს, აი რასაც მე ვაკეთებ. მე ხე ჩავიცვი თეთრი შესამოსელი, თეთრი კაბა და შემდეგ ჩავიცვამ აი ფერად შესამოსელს და ნუ პირველის ყოვლისა მინდა გითხრათ რომ თავიდან ესეც ცოტათი განსხვავებული იყო, მაგრამ აი ასეთი შესამოსელი, რომელიც ახლა მე მაცვია, ასეთი შესამოსელი სასულიერო პირებს აცვიათ მე-4 საუკუნიდან, როდესაც იოანე ოქროპირს იმპერატორმა მიანიჭა უფლება რომ თავისი ტანსაცმელი იმპერატორის ტანსაცმელი ჩაეცვა. იმიტომ რომ ქრისტე ამ დროს, ესე იგი სასულიერო პირი განასახიერებს ქრისტეს და როდესაც მე დავდივარ მსახურობ, ესე იგი თქვენ ხედავთ უფალს, ოღონდ მე ჩვეულებრივი ადამიანი ვიმსები სხვანაირად, არა ამქვეყნიურად და ყველა ამ დეტალს, შესამოსლის ყველა დეტალს აქვს თავისი მნიშვნელობა, რომელიც ჩანს იმ ლოცვაში, რომელიც იკითხება, როდესაც მე ვიმუსებ. მაგალითად, ეხლა ეს კვართი რო შევიმუსე, ამ კვართს აქვს თავისი მნიშვნელობა, ეხლა მამა ალექსანდრე იტყვის ამ კვართის შემოსვლის ლოცვას, ყურადღება თქვი და ყურადღებით მოისმინეთ. იხარებს სული შენი უფლისა მიმართ, ესე იგი მე ან როცა მარტო ვარ, ესე ვამხრო, იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ. რომელმაც რაღაცა სამოსელი ცხოვრობს. პარტის ხალხს შემოსა შემოიცა სიცისა და გადაგებული და პარტიაზე და ზოვითარცა ზალი სამყარულს. სიცისა და გადაგებული და სამყარულს შემოხოშე. ესე იგი თითოეული ქრისტიანი არის როგორც სარძმო. კაცის და ქალის ეკლესია არის ზალი სარძმო. ქრისტიანულიც ქრისტეს მე შეუერთეს. და ეს ესე იგი შესამოსელი განასახიერებს სწორედ იმას დროებით მე როდესაც ჩავდივარ საკურთხეველში, ეხლა ესე იგი ვიცვამ იმ შესამოსელს, რომელიც ფაქტიურად ეხლა ნახავთ კიდევ რომ მთელი ეკლესიის ისტორიაც კი არის ამაში მოთხრობილი. მაგალითად, აი შემდეგი ნაწილი შესამოსლის ესე ქვია ოლარი. ნახეთ? ოლარი. ოღონდ ნახეთ ეს ორი იმისგან არის თითქოს შეერთებული. ხო, თავის ფორმა მიღებული, მაგრამ ეს ოლარი ეს არის იგივე რაც დიაკონს, ესე იგი ეხა ჯერჯერობით მე ვიმუსები, ისე როგორც ყველა სასულიერო პირი, დიაკონი, მღვდელი, ყველა ესე ვიმუსებიან. ოღონდ ეს ოლარი არის შეერთებული და ნახეთ რისი ნიშანია? აი რომ შევიცოთ, ესე არის ეს ორი ნაჭერი ჩამოდის ქვემოთ, ხო? ეს აღნიშნავს როდესაც დავითი მეფე და უფრო ადრეც, ესე იგი აი კურთხევა ადრესე ხდებოდა რომ ქაში ასხამდა მირონს და დავით მეფე წინასწარმეტყველი როდესაც სამლელმა აკურთხა ეს მირონი გადაასხა თავზე და ეს მირონი როგორც ზეთი ესე ჩამოდიოდა მის თავზე და ნახეთ როგორ არის ლოცვა ხელს ერთი რომელი გარდამოს მასალით ნამდვილ თავარდაზე და მითასან ეცეცხლოსა გარდამოვა წვერთაზე და არონსა და რომელი გარდამოს აფაფზე და სამოსამისა აი როდესაც მოსემ აარონი მოსე ხა მე ამ სიტყვებს ყველას ვერ აგიხსნით რას ნიშნავს და მოსემ თავის ძმა აარონს ჩააცვა შესამოსელი სამღვდელმთავრო აი ეს ძირითადად ასეთი იყო და აი ესე მირონი გადმოასხა თავზე და გადმოდა ამისი ნიშანია მრჩობლი ორმაგი მადრის როდესაც ეს დიაკონს უკეთია ეს მხარზეა გადაკიდებული ეს არის ფრთების ანგელოზებრივი ფრთების სიმბოლო ეს არის სარტყელი
აბა წაიკითხე. გეოლას მიკროფონი შეიძლება დაგვარდოთ სამჩინო განაცხადებს. იქაცელებინა მაღალფერზე და დაგაგიში. ესე იგი, თან ყველაფერთან ერთად ეს არის მეომრის შესამოსელი. ანუ, როდესაც ჩვენ წირვას აღვასრულებთ, ესე იგი ჩვენ მზათა ვართ, რომ უხილავი მტერი, ვინც არის ეშმაკი, რა თქმა უნდა, ყველაფერს ხელს უშლის და აი მის საწინააღმდეგოდ, ესე იგი ჩვენ ვიმოსავთ მეომრის შესამოსელს. ეს არის სულიერი სარტყელი, რომელიც გარეშეც მეომარი ვერ იბრძოლებს, რა თქმა უნდა. და ეს არის ძალა, რომელიც უფალმა შეგვარტყა. ეს. ეხლა შემდეგი შესამოსლის ნაწილი არის სამკლაურები, ანუ საბუხრეები, ზოგადად ეს ეწოდება. ესეც არის აი აუცილებელი იმისთვის, რომ როგორც მეომარს უკეთია, ესე იგი სამაჯური ხელზე, რომ კარგად იბრძოლოს. აბა ეს არის მარჯვენა შემოყავ დიდი ულარძარი და მარჯვენა მახემა შემოყავ მოსნა ტერი და სიმრავ და დიდი ვისა შეიცადა შემოსამ ბოლნი. ესე იგი ეს არის მარჯვენა სამკლაური ბრძოლისათვის და ამავე დროს მარცხენა სამკლაური აი რისთვის არის, ნახეთ, თქვი. ხელთა შენთა შექმნას შენ და დაგვადე შენ გულის მათიკო შენ და გასავლე შენ ცნებანი ის. ესე იგი უფლის ხელით არის ადამიანი შექმნილი და ადამიანი გარდა იმისა, რომ ხელებით იბრძვის, ასევე ხელებით აშენებს და აი ეს სიმბოლო არის ეს. შემდეგ შესამოსლის ნაწილს ეწოდება ლახვარი. ანუ ხმალი მეომარს გჭირდება ესე. ეს არის ეს სულიერი ლახვარი. აბა წაიკითხე. შენ მახვილი შენ წელთა შეგარდიე რომ შენერი და შენთა და სიკეთე შენთა და გარდა ასულა წარემატა და სუპერი ჭეშმარიტებს ასულა. სიმართლისა და სიმართლისა და გიძოდა შენ საკალო. ვარდინა შენ ყოველდღიაც და მარადის დავკუნდი სამზე ამენ. ხშირად ვიტანებთ ბერძნულ სიტყვებს. ამას ეწოდება, იმიტომ რომ ეს საბერძნეთის ან ბიზანტიის იმპერატორმა აჩუქა. ამას ეწოდება საკოსი, რაც ახლა ჩავთვლით. და ნახეთ ისი ნიშანია. ეს არის მეფის და მდელთავრის შესამოსელი. ოღონდ თუ დამოკვირდებით, ეს არის მოკლე, ვიდრე, ესე იგი, ეს შიდა წესით გრძელი უნდა იყოს იმპერატორს. ესე ეცვათ, მაგრამ როდესაც მდელთავარმა ჩაიცვა ინოკროპილმა სპეციალურად გააკეთეს მოკლე. იმიტომ რომ ეს აღნიშნავს იესო ქრისტეს წამების დროს, სანამ დაცინვდნენ და სანამ ჯორჯი გააკრავდნენ, მას ჩააცვეს მეფის, ესე იგი ჯარისკაცის მოსასხამი გაუკეთეს მეწამული ფერის. და ეს განასახიერებდა მაშინ დაცინვდნენ ვითომ იმპერატორის, აი თუ მეფე ხარო, აბა მეფის დასასმელი ჩაეწვეს და ჯარისკაცის დასასმელი ჩააცვეს მოკლე. ხო და დაცინვდნენ ცემდნენ და ეს ვარ დავივიწყოთ ჩვენ. ესე იგი ამიტომ ეს არის მოკლე, როგორც აი იესო ქრისტეს მოკლე შესამოსელი. კიდევ ერთი დეტალი, ესე იგი მე თუ დაინახეთ ეს თოკებით შევიკარე ხელზე. ეს თოკებიც რაღაცას აღნიშნავს, ეს თუ კარგად არ მოიჭირი ხელზე, ესე ჩამოძრება. ხო და ეს თოკები აღნიშნავს იმ თოკს, რომელსაც იესო ქრისტეს ხელები ჰქონდა შეკრული. და მინდა გითხრათ, რომ თქვენთვისაც რომელიც ხედავთ ამას და ჩემთვის განსაკუთრებით რომელიც ხელზე მიკეთია ეს მიჭერს სხვანაირ ჩამოვარდება. რომ მიჭერს მე ესე იგი ეს ხელებზე რჩება ეს ამისი მოჭერილი. და ეს მე სულ მახსენებს იმას, როგორ ჰქონდა იესო ქრისტეს ხელები შეკრული. შემდეგი ეს არის ესე იგი აი ეს ყველაფერი მამალისთან დროსაც აცვია ახლა. ცოტა სხვა ფორმის არის, მაგრამ აცვია და ეხლა რასაც გავიკეთებ, ამას ეწოდება ომოფორი. ეს კომუნიკაციური ბაღი ამავე მერცა და მამასა ყოველდღე რაც და მარადის დაუბრუნდი კომისამდე. ეს არის ომოფორი და ომოფორიც ორნაირია, დიდი და მე ამას მოვხსნე მცირეს გავაკეთებ, მაგრამ ეს ომოფორი ეს არის უკვე მდელთავრის შესამოსელი განსხვავებული, რაც იმას აღნიშნავს, რომ აი როგორც ხრებზე მოხს ეს მოხურული, ეს ნიშნავს აი იმ დაკარგულ ცხვარს, რომელიც ახარება შენ ახსენები, როდესაც წვემს ერთი წყლის გულისაკაც, რომელიც დაიკარგება, მიატოვებს 99-ს
წავა იპოვის იმ ბატკანს, ესე მხრებზე, ხათიც არსებობს ეგეთი ესუსი, მხრებზე მოიგდებს, ეს წყებისებისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ხშირად მოაქვს ხოლმე ბატკანი, დაკარგული ბატკანი, წყებისებს, ნამდვილ წყებისებს. ხო და ეს აღნიშნავს ამას, როგორც მრევლს, ანუ იმას, რომ მე ეპარქიაში პასუხს ვაგებ თითოეულ ადამიანზე, რომელიც ჩემთან ცხოვრობს და რომელიც ჩვენთან დადის ეკლესიაში. ეს არის ომოფორი. ამის შემდეგ ესე იგი ვიმუსავ, ესეც შესამოსლის ნაწილია უკვე ეს იმპერატორს რა თქმა უნდა არ ეკეთა. ეს არის ჯვარი, როგორც ვაიჩქება. უკვე თუ ის მეუბნები შემოგვიყვანოთ ჩემთან ყოველდღე ვარ გავთავის არის ჯვარის და შემოვიდეს ყოველდღე. ეს არის ჯვარს იმიტომ ატარებია სასულიერო პირი, რომ ეს არის ჯვარი ქრისტესი, რომელიც მან დაიწვირთოს და მეორე ეს არის ასევე მდელთავრის ჯვარი მდელსაც უკეთია და ეს არის მდელთავრის განმასხვავებელი, ეს არის ხატი, ნუ ღვთისმშობლის როგორც წესი, მაგრამ შეიძლება სხვაც და ამას ატარებს ეპისკოპოსი სამკერდე ხატს, ეს არის ესეთი ლოცვა იქმნება გული წმინდა დაბადებისთანა, მართლაც ფსალმური სიტყვა და სული წყალი განმეორდა, ესე იგი ესეც აი წმინდა გულის სიმბოლო არის, რომელიც ახურებისას აუცილებელია და ბოლოს ეს არის ამას ეწოდება მიტრა, ეს არის სიმბოლურად განასახიერებს ეს არის გვირგვინი, რომელსაც იმპერატორი ატარებს საერთოდ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის იესო ქრისტე არის ესეთი ბერძნული სიტყვა არსებობს პანტოკრატორი, ანუ ყოვლისამყრობელი. და ხშირად ხატებზე გამოიხატება ესეთი გვირგვინით, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის სამყაროს მეუღლე, სამყაროს მეფე. და ამიტომ ესე იგი ჩვენ ამას გაუბრალმა თავსა შესაძლებელი ქვისამის გამარჯვების ისტორიულობა ისტორიასთან მოხსაშენ განძობად გეთა ყოველდღეს და მარადის და უნიტიკობის ამბიან. ნუ ამის შემდეგ ჩვენ უკვე მზათავართ რომ დავიწყოთ. ესე იგი ორი სიტყვის სტრუქტურას გეტყვით ამ რასაც ვატარებთ. ჟამნები ეწოდება ის რაც უკვე წაკითხულია. ჟამი ნიშნავს დროს თქვენიცი, ჟამნი ანუ პირველი ჟამნი, მესამე ჟამნი, მეცხრე ჟამნი, ანუ ადრე ყოველ 3 საათში ერთხელ იკითხებოდა საგანგებო ლოცვები და ამის აღსანიშნავად ჩვენ ახლა ერთად ვასრულებთ ამას. მესამე ჟამნი აღნიშნავს 9 საათს, მეექვსე ჟამნი აღნიშნავს 12 საათს და ესე იკითხებოდა ხოლმე. ახლა ჩვენ ეს ყოფილი წავიკითხეთ და ვეზადებით წირვის დასაწყებად. წირვა პირობითად შედგება, ესე იგი, ორი მთავარი ნაწილისგან. ერთი არის, ესე იგი, ეგრეთ წოდებული კათაკმეველთა ლიტურგია, ეს კათაკმეველი სიტყვა ნიშნავს ადამიანს, რომელიც ემზადება და ჯერ არ არის მონათლული. იმას შეუძლია წირვის პირველ ნაწილს დაესწროს და უკვე როცა ვიტყვით კათაკმეველმა განვედით, ეს იქნება ლოცვის დროს, აი მაშინ კათაკმეველები გადიან და ტაძარს გარეთ იცდიან ხოლმე და იწყება მართალთა ლიტურგია, ანუ იმათი ვინც უკვე მონათლულია. და ამის შემდეგ ხდება ეს თავარი საჯილდოება, რომელზეც თანდათანობით შემდეგ მოგიყვებით. ეხლა მე გამოვალ ეს კვერცხაც ბევრი სიმბოლური დატვირთვა აქვს, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში იმპერატორის კვერთხია. და მე გამოვალ კვერთხით და შუა ტაძარში გადაგსახავთ ჯვარს. ეს არის აი ეს ორი შანდალი. ეს არის 3 ტოტა და 2 ტოტა შანდალი, ქართულად ესე ქვია და ამას ქვია კიდევ ბერძნული სახელი, ეს არის ტრიკირიოს, კირიოს ნიშნავს უფალს და ეს არის ტრიკირიოს, ანუ 3 ტოტა უფლის შანდალი, რომელიც აღნიშნავს ყოვლადწმინდა სამეფოს. ესე იგი იმიტოა 3 და ეს 2 არის აღნიშნავს მაცხოვრის ორ ბუნებას. ესე იგი რომ გვერდით იყო და კაციც. დიკირიოს, ტრიკირიოს, დიკირიოს. აი დიკირ ტრიკირი ესე უხსიათ ან 2 ტოტა და 3 ტოტა შანდალი, ამით გადაგსახავთ ჯვარს და ამის შემდეგ უკვე დაიწყება ეს პირველი ნაწილი წირვის და დრო კიდევ გავჩერდები ხოლმე და მოგიყვებით. მოისმენთ ამ ლოცვას და აი ამის შემდეგ უკვე ჩვენ ყოფილი წმინდას რომ დაგვესწროს და ჩვენ
მისი სული წმინდის მადლით მოქმედებით. მეუფეო ზეცათავ, უგეშინის მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელიც ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავს მადლითა შენითა, სამჯერ კეთილთავ, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა მყვე ჩვენ ყოვლისაგან გითისა და აცხოვნე სახირო სული ჩვენი. დიდება, მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასაზე და მშვიდობა და გასაშორისად. მადლობა გენი ჩემია, მინდა პირი ჩემი თქოს გეყოლებასა შენსა. დიდება, მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასაზე და მშვიდობა და გასაშორისად. მადლობა გენი ჩემია, მინდა პირი ჩემი თქოს გეყოლებასა შენსა. დიდება, მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასაზე და მშვიდობა და გასაშორისად. ჟამი არს მსახურება თუ ფლისა მაღალ პალატუს ამდელესო მეუფეო გაკურთხენ. კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე ას და მარადის და უკრუჩით. ამი ლოცა ყავჩენთვის მაღალ პალატუს ამდელესო მეუფეო. არ მართოს უფალმას მანიშო. მიხსენი მე მაღალ პალატუს ამდელესო მეუფეო. სანამ დავიწყებ ძიროს კიდევ რაღაც მინდა გითხრათ. ნუ უპირველეს ყოვლისა ამ ხატების შესახებ ჩვენი ტაძარი ზეგი აი პირდაპირ სიტყვა შეიძლება ითქვას რომ რაღაცა დიდი განსაკუთრებული წყალობა ის არის ესეთი ხატები გამოჩნდა. ესე იგი ხატი რას ნიშნავს? ესენი არიან წმინდანები, რომლებიც აქ არიან. აი ხატი ხატს შეხედა წმინდანის სახის, ესე იგი ამით არის წმინდანი წარმოდგენილი არის და კესტრებიან ახლა. ოღონდ ადრე არ იყო ეს ხატები. ადრე როდესაც წირავდნენ ხოლმე ჩუმად ქრისტიანები პირველ საუკუნეებში, იგრებებოდნენ ხოლმე ჩუმად კატაკომბებში ანუ მიწის ქვეშ და აი წიროდნენ რომ დაეცრებოდნენ როგორც ახლა ვართ, შემდეგ წიროზე ყველა ვერ მოდიოდა ხოლმე. იმიტომ რომ თანახმში იყო შემთხვევა რომ კლავდნენ ქრისტიანებს ისე რომ კლავდნენ მოწამეობრივად რაღაცულებდნენ. მათი სხეული უჩივე სასწაულებს ახლდა. როგორც წესი წიროს ატარებდნენ ხოლმე სხვანაირად ატარდებოდა წმინდანის სხეულზე. აი ეს ანაწილში ჩადებდნენ, რაღაცა დადებდნენ და აი ამაზე და ახლა ეს ტრაპეზი იქ რო არის ის მაგი და ამას რამდენიმე სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და ერთ-ერთი ეს არის საფლავი და აი აქ შიგნით არის ჩაბრძანებული წმინდანის წმინდა ნაწილი. და ეს იყო მათი დასწრების ნიშანი. საეკლესიო სწავლებით წმინდანი ინარჩუნებს კავშირს თავის სხეულის ნაწილებთან. და აქ უამრავი წმინდა ნაწილი იყო. შეიძლება და მარტო წმინდა ნაწილები ყოფილიყო, მაგრამ მოგვიანებით გაჩნდა უკვე ეს აზრი, რომ გამოსახულებაც ყოფილიყო და ხანდახან არის რომ წმინდა ნაწილი არ იყო და მარტო გამოსახულება ხოდა. ხანდახან პირიქით არის რომ წმინდა ნაწილი იყო და არ ვიცით როგორი გამოსახულება იყო, მაგრამ აი ეს არის ბედნიერი შემთხვევა, როცა ისიც ვიცით და ორივე ვიცით და ამიტომ ხო აი ეს წმინდანები ყველანი აქ ესრებიან ამ ციკლს. და შემდეგი რაც მინდა კიდე გითხრათ, რომ ახლა როდესაც რომ ალექსანდრე შევა საქართველოში დაიწყება მე ვიტყვი ასამაღლებელი თვითონწესებისწორები და შემდეგ ასამაღლებელი არის მიმართვისადმი უშუალო მიმართვა და ამის შემდეგ დაიწყება ეგრეთ წოდებული კვერექსი. კვერექსი სიტყვა ნიშნავს თხოვათა თანმიმდევრობას და პირველი თხოვნა იქნება ეს მშვიდობით უფლისა მიმართულებით. მერე ზეგარდამო მშვიდობისათვის და ცხოვრებისათვის თუმცა ჩვენთან საუბრის სამიმართულოა და ჩვენ გავამბობთ უფალო შეგვიწყალ უნდი გალოს და ადრე ყველა ერთად გალოს და ეს არის ჩამოთვლილი ის პირველი თხოვნები რომელიც ჩვენ გვაქვს იმართენ მოისმენთ კარგად შეიძლება ყველა შინაარსი ვერ გაიგოთ მაგრამ ეს არის თხოვნები და საერთოდ ძირითადად წირვის პირველ ნაწილში როდესაც ვამბობთ ჩვენ ესე იგი აი რამდენიმეჯერმე განვეორდება ეს პრექსი ესე იგი ჩვენ ვაყალიბებთ იმ თხოვნებს რაც ჩვენ გვაქვს უფლის მიმართ და აი ამ თხოვნების და აი ამ პრექსის მიხედვით არის საქართველოში შემორჩენილი ესე იგი სუფრის ტრადიცია. სუფრაზე როდესაც საერთოდ ძირითადად წესია ევოლუციური წესი მიყვება ამ პრექსების კვერცხი თხოვნების პირველ საგრძელო მშვიდობის და უფლის აღდგენილი ისმება და ასე შემდეგ სხვადასხვანაირად მაგრამ აუცილებლად ეს ძირითადად იმეორებს და მათ შორის ხშირად ქართულ სუფრაზე ყოველთვის ისმება მიცვალებულების აღდგენა ყოველთვის ნებისმიერ სუფრაზე აქაც აი ნახავთ ერთ-ერთი კვერექსი იქნება მიცვალებულთათვის მიცვალებულთა კვერექსი
აუცილებლად ჩვენ მოვწოდოთ სოლიუდრობას და ეხლა ეს მოისმინეთ ეხლა სიქაროსნები აი მოვიდი ჩემთან და ემზადებიან რომ ხელი დამომანია ნახეთ სიქაროსანი სიტყვა ნიშნავს სიქარის მატარება ხო სიქაროსანი სიქარი ანუ კვარტი სიქარის ბედური სიტყვა კვარტი აი ეს კვარტი რომელიც ანოტაცია ესე იგი ეს არის სიმბოლური განასახიერებს სიმბოლურად ანგელოზებრივ შესამოსს ანუ ესენი ჯოროები ადამიანები შემოდიან იღებენ უცხოეთს იცვამენ ამ კვარტს და ესენი განასახიერებენ იმას რომ როდესაც წინა მიმდინარეობს ჩვენ ანგელოზები გვემსახურებიან საკუთრებაში გვეხმარებიან რომ ჩავატაროთ ეს წივა იმიტომ რომ წივის ჩატარება ძალიან რთულია ძნელია ათასწინააღმდეგობა შეიძლება იყოს და ესენი არიან სწორედ განასახიერებენ ამას ეხლა მოვიდნენ ეს სიქაროსნები მოიწამეს ეს ჯამი და წყალი ეხლა მე უნდა დავიბანო ხელი რაც იმას ნიშნავს მე რა თქმა უნდა დავიბანო ხელი მაგრამ აქ რომ მოვდივარ ტაძარში და შევდივარ საკუთრებაში მე ხა ვიტყვი ლოცვას ამ ხელის დაბანის ლოცვას და თქვენ მიხვდებით რა შინაარსის მატარებელია ესა და მე დავიბანო ხელს იმისათვის რომ აი ეს მიჯერი ესე იგი წოდვილი ჩემი მდგომარეობა გარდავაქციო უკვე ესე იგი ზეცილ მდგომარეობას და შევიდე საკუთრებაში მე მეორეჯერ მე კიდე დავიბარ ამ ხელს ამ ხელს რომ დავიბარ ისე იგი აღარაფერს აღარ მოვკიდე ეხლა შეიძლება ესე მოსახურებისას მოვკიდე ამ მეორეჯერ დავიბარ მე მაგრამ მე უკვე აღარაფერს აღარ შევეხები და ამ ხელები უნდა შევეხო პულს და ვინოს ხელს არ ჩავყოფ მაგრამ ვინ უნდა ვაკეთო და პულს ხელს ვკიდებ რომელიც გარდაიცემა ქრისტეს ხორცსა და მე იმ ხორცსაც ვკიდებ ხელს ეხლა ვანაწილებ ამიტომ ჩემი ხელი უნდა იყოს განწმენდილი ანუ ეს მარტო დაბანა კი არ არის ხელს ანუ ეს არის განწმენდილი დავიბანე უბრალოდ ხელი ჩემი გარემოება საკუთრებასაც შესაუφალო ვითხოვა შენ და ყოველი საქმიანობა შევყარო საქმე ჩვენერები საფიცე შეიძლება ადგილი დიდებისა შეიძლება ნუ წარწმუნდ უხდოდა თანასულსა ჩემსა და კაცთა მოსკლებთან ცხოვრებასა ჩემსა რამეთუ ხელმე მათი უჯულებასა შინარია მარჯვენა მათი არუსებს თანთა ხოლო მე უმონტოებითა ჩემი თავი ვიხსენ მე ვყავ და ვიწყანა ხერხი ჩემი დაწეს ის შინა გაკურთხო შენ მოძღვარმა გამოაბრძანა სახარება აი ეს წრე შემოვარა და შევიდა. საერთოდ საკუთრებელი იქით აი საკუთრების შიგნით სიმბოლურად აღნიშნავს სასუფეველს. ეს ის ტაძრის შემადგენელი ნაწილი შედგება ტაძარი, ეხლა ჩვენ ტაძარს არა, აქ უნდა ქონდეს პატარა სტოვა ქვია, შემოსასვლელი შედგება ტაძრის ძირითადი ნაწილი და შემოსასვლელი. ეს ტაძრის ძირითადი ნაწილი აღნიშნავს სამყაროს და ის აღნიშნავს სასუფეველს. აი სასუფეველიდან გამოვიდა სახარება გამოაბრძანა შემოატარა და შედის ეხლა ამას ეწოდება მცირე გამოსვლა ანუ მცირე შესვლა აი ამ მოქმედებას რაც აღნიშნავს იმას რომ იესო ქრისტე საერთოდ ეს წირვა იესო ქრისტეს ცხოვრების სიმბოლური განსახიერება რა თქმა უნდა ყველაფერს ვერ მოგიყვებით ეხლა ამოესწრება და ესე იგი ეს ნიშნავს იესო ქრისტემ დაიწყო ქადაგება და გამოვიდა იქ სამყაროში და დაიწყო ქადაგება და იქადაგება სახარება აღნიშნავს იესო ქრისტეს ეხლა ესე იგი ვთქვარით სიუძი დაგემართენი ესე იგი ნუ უნდა თქვენ მოიკრიბოთ თქვენი სიუძი და უნდა ყურადღებით უკვე უნდა აკეთოს რა თქმა უნდა მაგრამ თანდათანობით მე მომავალში კიდევ მოგახსენებთ თანდათანობით უფრო და უფრო მეტი ყურადღება უნდა იყოს თქვენი მიმართული ამიტომ ტაძარში საერთოდ არ შეიძლება საუბარი არ შეიძლება გამარჯვების თქმა ერთმანეთს მიმართ თქვენ უნდა იდეთ ყოველთვის ადრე საერთოდ გაყოფილიც კი იყო წინ მამაკაცები და უკან ხალები, რომ მამაკაცებს ყურადღება არ გაქცეულდათ, თუნდაც აი ვიზუალურად მარტო იქ უნდა იყუროთ და რა თქმა უნდა ეს ეხლა ესე უცებ არ მიიღწევა, შეიძლება ესე უცებ ვერ შეძლოს ადამიანს, მაგრამ თანდათანობით უნდა მიეჩიოთ წირვის მოსმენას, უნდა წაიკითხოთ აუცილებლად წირვის განმარტებები არსებობს და შესაბამისად თქვენ მონაწილეობთ აი ამ წირვის პროცესში. Sibzne take marteni
გიჩვენების. ეს არის საცეცხლო. ეს საცეცხლო მინდა გაჩვენოთ. ეხლა ესე გამოიყურება ეს საცეცხლო და ადრეც იყო შეიძლება ესეთი, მაგრამ ადრე უფრო დიდი იყოს. ესე იგი მხედველობაში მაქვს აი ადამიანის სამოთხიდან ჯერ კიდევ სამოთხეში ადამიანს შეწირა მსხვერპლი, მაგრამ ადამიანი გამოვიდა სამოთხიდან, აი მაშინ პირველი მოხსენება შეწირვის ეს არის, როდესაც უფალმა უთხრა ღმერთმა პირდაპირ უთხრა აბელს და კაინს შემოუწირებს და მათ ესე იგი ეს თავისი შრომის ნაყოფი დადეს აი ესეთ მაგიდაზე დაანთეს ცეცხლის შეწირეს და ეს ყვამლი ავიდა ზეცა. ნუ აბელის ყვამლის ზეცაში წავიდა და კაინის ქარმა დაუბერა და გააბნია, იმიტომ რომ ნუ ეს საკეთემა არაწმინდა გულით შეწირა კაინმა და ამიტომ მას შეიწირა და ეს შეწირვა და განსაკუთრებული საცეცხლური ესე იგი გამოიყენებოდა, ნუ აი რა ვიცი, რაც სამყარო არსებობს, პირველი სამყარო იქნება მოყოლებული. ოღონდ ახალ აქტმაში აი ძველმა ნივთებმა, ძველმა ატრიბუტებმა ახალი შინაარსი შეიძინეს. ამ შემთხვევაში აი თქვენ წინაშე არის საცეცხლური, ეს არის ლითონის საცეცხლური, რომელშიც არის გახურებული ნახშირი, ანუ ცეცხლში. ესე იგი ეს აღნიშნავს, ეს არის საცეცხლური, არის ღვთისმშობლის სიმბოლო. ღვთისმშობლის სიმბოლო, იმიტომ რომ აი ეს ცეცხლი და ეს ნაკოჩხალი, როდესაც ჩაიწვება და გადმოიცლება, რომ ახალი ჩაიდოს. ამ საცეცხლს ამითი არაფერი აკლდება, არაფერი არ იცვლება, საცეცხლური ისე გაკეთებული, რომ ეს ცეცხლი არაფერს დააკლებს. ანუ არ შეერევა. ეს ესე იგი ცეცხლის სხვა სტიქია, ბერძნული სწავლები და ეს არის, ნუ მიწა, ანუ ლითონი მაინც მიწის ნაწილია და ესენი ერთმანეთს არ ერევიან. ნახეთ, ასე იგი, ანუ საცეცხლში შიგნით არის ცეცხლი, რომელიც საცეცხლს არ წვავს. მაგრამ ცეცხლი არსებობს. ეს პირველ რიგში რაც უნდა გითხრათ. ეს არის ღვთისმშობლის სიმბოლო, იმიტომ რომ ღვთისმშობელში იყო ღმერთი მის სხეულში. ისე რომ ადამიანური და ღვთაებრივი ბუნება ერთმანეთში არ შერეულა და არც იმ ცეცხლს არ დაუწოვს ღვთისმშობლის სხეული. თუმცა ეს იყო ცეცხლი. კიდევ ერთი ასეთი სიმბოლო არსებობს ძველ აქტმაში, როდესაც მოსეს ღმერთმა დაუძახა მოდიო ჩემთან, ეს რომ მივიდა, დაინახა უცნაური რა მაყულის ბუჩქი იყო სინას მთაზე, დღესაც არსებობს სხვაჩოისის ბუჩქი, რომელსაც ეკიდა ცეცხლი და ბუჩქი არ იწვევდა. და ძალიან გაუკვირდა, მე კითხა ვინ ახარ შემოყავდა და მოკლედ უფალსა და ბარბაროსის შორის შედა საუბარი, მაგრამ აი ეს მაყვალი, რომელიც ცეცხლი უკიდა და არ იწვევდა, ესეც ღვთისმშობლის სიმბოლო. ასე რომ ესე იგი ეს განასახიერებს ღვთისმშობელს და კიდევ აქ არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო, ეს არის საქმეველი, რომელიც იდება ამ ცეცხლზე. ნუ სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი იყო ეს საქმეველი. ახლა ჩვენ ვსვარობთ ამ საქმეებს და ესე იგი ახლა ამ საქმეების შინაარსი მიდევს. ნუ სხვადასხვანაირი საქმეები არსებობს, ახლა ეს ამ საქმეებს გამოვიყენებთ ჩვენ. ეს არის ის ნუ აღმოსავლური საქმეებია მოკლედ, რაღაც განსაკუთრებული სურნელება და ეხლა ამ საქმეების ნახეთ როგორი თვითონ ამ საქმეებს როგორი შინაარსი აქვს. ესე იგი ამასაც ძალიან კარგი სუნი, მაგრამ თქვენ ახლა ამ სუნს ვერ უწევთ. აი მე ვზნობდა მე ძალიან მომწონს ეს სუნი. მაგრამ თუ მე ამ საქმეებს თუ ესე იქნება დარჩება და დარჩება, ხო? მაგრამ თუ ამ საქმეებს ჩვენ ახლა დავადებთ ნახშირს, საქმეები დაიწვება, აღარ იქნება და თქვენ ამის სუნს შეიგრძნით ყველა, აი ნახავთ ახლა. თუმცა თქვენ ამისთვის მიგიწევიათ ყურადღებას, რასაც ბევრჯერ გამოვიყენეთ და აი ეს სუნელება რაც დასტარში, ამასაც თავისი შინაარსი აქვს, ესე იგი ჩვენ ახლა დავადებთ ამას. აი ამ სუნს თქვენ შეიგრძნოთ და საქმეები აღარ იარსებებს, ეს არის ქრისტიანული ცხოვრების მთავარი საზღვარი, რომ ქრისტიანობა ისე უნდა იცხოვროს, რომ როგორც სანთელიც დაიწყო სანთელსაც მნიშვნელობა აქვს. და ესე იგი აი ეს კეთილსურნელება მისი მოქმედების, მისი ცხოვრების მოეფინოს ძველ სამყაროს. გარდა ამისა, ამ სურნელებას კიდევ სხვა მნიშვნელობა აქვს. ეხლა კიდევ დასტადაში სუნი, მაგრამ თქვენ ეხლა ამ საქმეების სუნს იმ წუთშივე გამოარჩევთ მანერა. ესე იგი, ეს არის ყვამლი, რომელიც მთლიანად აღავსებს მთელ ჰაერს.
ჰაერს გააჯერებს, განშვალოს, ხო? ეს არის სული წმინდის სიმბოლო. აი სული წმინდაზე ესე ვამბობთ, ესე იგი რომელიც ყოველგან არის და ყოველსავე აყავსებს. აი როგორც ახლა ჰაერის ნებისმიერი აი პატარა მონაკო რაღაცა მოცულობა გაჯერებული იქნება ამ სანთლის გვამლით, ამ საკმარის გვამლით. აი ესე არის სული წმინდის ეს ყველაფერი გაჯერებული. ახლა დავადეთ ამას და თქვენ მაშინ ვიგრძნობთ ამის სულნელობას როგორ დაიჭირა. და მე ვიტყვი ლოცვას, რომელშიც არის აი შინაარსი რაც გვიგრძნობს. საქმეულსა შევსწირავ ჩვენ და ქრისტეს მერტო ჩვენო, საქმოსალად სულელებისა სულიერისა, შეიწირე შენსა ზეცისა საკუთრებულსა და ნაცვლად გარდამოგვირული ჩვენ საფრთხმადელი სულისა შევიწირე. და მეორე დავიყვან ახლა ხელს და უკვე ამის შემდეგ ჩვენ უკვე შევძლებთ ახლა მოგახსენოთ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს შევძლებთ უკვე წევის ძირითად ნაწილს, როდესაც მოხდება სვეტის შეჭრა. უფალო ღმერთო ჩვენი რომელმაც წმინდა მდინარე იორდანისანი შენსა გარდამოვლინე მადლი სულისა შენისა წმინდისა და აკურთხე წყალისა განსაცდელად ყოვლისა ერისა შენისა რამთო უცხოხარ შენ უკუნითი უკუნისამდე ამ და ეხლა გადავდივართ თავარ ნაწილზე წერვის და ეხლა იგალობება განსაკუთრებული საგალობელი, რომელსაც გუნდი შეასრულებს, რომელსაც ჩვენც ვიტყვით, ბევრჯერ გავიმეორებთ. ესე იგი, მე ამ საგალობლის შინაარსი უნდა მოვიგებთ. ესე არის, ესე გამოიხმება, რომელნი კერუბინთა საიდუმლოდ ვემსგავსებით და ცხოველს ყოფილსა, სამებასა, სამწმინდა არსობისა, გალობასა შევსწირავთ, ყოველივე მსოფლიო დაუტევოთა ზრუნვა, რათა შევიწყნაროთ. მე უკვე ყოველთა ანგელოზთა წესთა შორის ლაპარმოსებთა უხილავად მომავალი, ალილუია, ალილუია, ალილუია. ეს არის ახლა ამ წუთას ცენტრალური საგალობელი და რა შინაარსის არის, ნახეთ? რომელნი, ანუ ჩვენ რომელნი კერუბინთა საიდუმლოდ ვემსგავსებით, კერუბინები, ეს არის უმაღლესი ანგელოზები. რომლებიც უშუალოდ უფალს გარემოიცავენ, თვის გარშემო დაფრინავენ და ჩვენ ახლა უნდა გავხდეთ როგორც კერუბინები. საიდუმლოდ უნდა მივემსგავსოთ. ჩვენ, ანუ რომელნი კერუბინთა საიდუმლოდ ვემსგავსებით და ცხოველს მყოფელსა, სამებასა, ანუ ღმერთს, სამწმინდა არსობისა გალობასა შევსწირავთ. ესე იგი, ესენი დაფრინავენ გარშემო და უგალობენ წმინდა ხარ, წმინდა ხარ, წმინდა ხარ, შენ ღმერთო. ესე უგალობენ წმინდა ღმერთო, წმინდა ძლიერო, წმინდა ოქტაო. ესე იგი, აი ეს არის სამწმინდაობის გალობა და ჩვენ ეს უნდა ვიმეორებთ გულში, რომელნი კერუბინთა საიდუმლოდ ვემსგავსებით და ცხოველს ყოფილსა, სამებასა, სამწმინდა არსობისა გალობასა შევსწირავთ და ნახეთ რა სიტყვებია, ყოველივე მსოფლიო დაუტევოთ აზრუნვა. ცოტა წინადადება ესე აგიმნახეთ, ყოველგვარი ზრუნვა, მსოფლიო ზრუნვა, ანუ ამასოფლური. ყოველივე ამასოფლური ზრუნვა უნდა დავტოვოთ, ცოტა ხანი უნდა გამოვერთოთ ამ ქვეყნიურ ცხოვრებას, ამ სამყაროს და გადავინაცვლოთ, ესე იგი, აი ამ ზეციურ სასწრაფოში. რატო ნახეთ, ბოლოს სიტყვები ესეთია, მე ბოლოს იგალობებს გუნდი. რათა შევიწყნაროთ მეუფე ყოველთა, რომ მოდის ახლა ჩვენ. მეუფე ყოველთა ანგელოზთა წესთა შორის ლაპარმოსებთა უხილავად მომავალი. ესე იგი, ანგელოზები მოდიან, ანგელოზებს მოყავთ და მეუფე ლახვარ მოსილ ანგელოზებს, ესე ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა. ეს ამის მიხედვით, აი ამ შინაარსის მიხედვით, ძველად ესეთი წესი იყო, რომ მხედართავარი, რომ გაიმარჯვებდა ბრძოლაში ძლევამოსილი მხედართავარი. ანგელოზებს ეს ლახვრები ეჭირათ ეს ხელში შუბები, ზეიდან იყო ფარი, ან ფარზე იდგა და ესე მოყავდათ ხელით. ესე იგი, ესე შემოდიოდა დიდებით მეუფე, რომ ყველას დაინახა, რომ შემოსულიყო და აი სწორედ ეხლა თვითონ უფალი მოგძანდება. და ნახეთ, ესე იგი ეხლა ამ მოძრაობას, ამ მოქმედებას ეწოდება დიდი გამოსვლა. ჩვენ გამოვაბრძანებთ ეხლა მამა ალექსანდრე გამოაძანებს ბარძიმს და ფეშხულს, ეს არის სამკვეთლო, ეს არის ტრაპეზი. ესე იგი ამ მაგიდას უმაგი მნიშვნელობა აქვს. ეს არის ასე როგორც
დიდების საყდარი, ანუ სავარძელი, რომელზეც უნდა დაბრძანდეს უფალი მოვა და დაბრძანდება ეხლა თქვენ ამას ნახავთ ამ გამოს. ასევე ეს არის შემდეგ გოლგოთა, ეს არის თან ამავე დროს მოდის უფალი დიდებისა და ამავე დროს მოდის ქრისტე, რომელსაც მოაქვს თავისი ჯვარი, რომელიც უნდა აებ მიიყვანო გოლგოთაზე და აქ უნდა მოხდეს ეს მსხვერპლ შეწირვა. და ნახეთ აქ არის კიდევ ერთი ეს რომ გამოვა, ძველი განასახიერებს ამას. აი ეს ბარძიმფეშხუმი მოდის. ხო და ნახეთ, ესე იგი ჩვენ აი ამ ბარძიმთან მოიხსენებთ ადამიანების სახელებს, ვისაც ჭირდება განსაკუთრებით ცოცხლებსაც და მიცვალებულებსაც. ეს აღნიშნავს აოზაკის სიტყვებს, რომელმაც უთხრა ჯვარცმისას მოიხსენე ოდეს მოხვიდეს უფევითა შემიცა ჯვარცმის წინ უშუალოდ უთხრა და იესო უთხრა დღეს ჩემთან იქნები სასუფეველში. აი ამას ვიხსენებთ და ჩვენ ვიხსენებთ იმ ადამიანებს, ვისაც წინასწარ თხოვს ამას, ჩაწერილი გვაქვსია და ამ სიას წავიკითხავ ეხლა მე და ეს იქნება დიდი გამოსვლა, ესე გამოგზანდება ეს ბარდიმფეშხუმი და ეს ბარდიმფეშხუმი დაბრძანდება უკვე აი ტრაპეზზე და უკვე აქ მოხდება ეს საიდუმლო გარდაქცევა ქრისტეს ესე იგი ამ ღვინის, პურის და ღვინის ქრისტეს ხორცსა და სისხლად. გალობთ. ეხლა მოძღვარი წაიკითხავს ეგრეთ წოდებულ ამბიონის ლოცვას წირვის ბოლოს და ამის შემდეგ უკვე იქნება ეგრეთ წოდებული ჩამოლოცვა. განტევება და ესე განტევება ქვია მოსწლიანად და ჩამოლოცვა იქნება, როდესაც სასულიერო პირი გამოდის ამბიონზე და შეევედრება საბოლოოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლოს, უფალს, დალოცვას და ჩამოილოცავს, ანუ ახსენებს იმ წმინდანებს, ვისაც ვევედრებით და განსაკუთრებით დღევანდელ წმინდანებს, ვისაც დღეს ვიხსენებთ. ამის შემდეგ იქნება ქადაგება, რომელიც არის წირვის განუყოფელი ნაწილი. ადრე, ისევ იონე ოქროპირის დროს, ქადაგება ითქმებოდა ხოლმე უშუალოდ სახარების კითხვის შემდეგ. და დღესაც სხვათა შორის ბევრ ეკლესიაში არის ეს ტრადიცია, რომ პირდაპირ როდესაც სახარების კითხვა დამთავრდება, იქვე მღვდელი მოაბამს ქადაგებას და განმარტავს წაკითხულ სახარების შინაარსს. ყოველ წირვაზე იკითხება რომელიღაც ადგილი სახარებიდან და იმისი განმარტება არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს როდესაც ყველანაირი ლიტერატურა უკვე ხელმისაწვდომია, თქვენ თვითონ შეგიძლიათ ამ სახარების განმარტებები რომ წაიკითხოთ, მაგრამ ამასაც ცოდნა უნდა როგორ მოძებნოთ, რომელი განმარტება წაიკითხოთ, ამიტომ დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია სახარების განმარტება, განსაკუთრებით ადრე იყო მნიშვნელოვანი, როცა წიგნები არ იყო და ადამიანი მოდიოდა წირვაზე, მოისმენდა სახარებას, მოისმენდა განმარტებას და მთელი კვირა ჰქონდა საფიქრალი მასალა, რომ კითხვები დაესვა, რომ გაიაზრებინა ეს ყველაფერი და შემდეგი საკვირაო სახარებისთვის მომზადებული. და იონე ოქროპირის დროს ისეთი საინტერესო ქადაგებები ჰქონდა იონე ოქროპირის, რომ უამრავი ხალხი მოდიოდა სპეციალურად ქადაგებისთვის და ქადაგების მერე მიდიოდნენ სახში წირვას არესწრებოდნენ ბოლომდე და ამიტომ თვითონ იონე ოქროპირმა გადაიტანა თავისი ქადაგება წირვის ბოლოს. ესეთი ხერხი იხმარა. დღეს ეს ტრადიცია ძირითადად ესეა წირვის ბოლოს და წირვის ბოლოს წესით უნდა ითქვას ქადაგება, რომელშიც მხოლოდ სახარება არის განმარტებული. და ეს განმარტება უნდა იყოს ძალიან მოკლე. იმიტომ რომ დაღლილი მრევლი კიდევ 1 საათი ფეხზე რო იდგეს, ესე შეისწავლეს მეცნიერებმა, რომ პირველი 7 წუთი არის, როცა ადამიანი ყურადღებით აღიქვამს. მერე ეფათება ყურადღება. ამიტომ მე ყველა სასულიერო პირს მოუწოდებ, რომ არაფერზე არ ლაპარაკო სხვაზე ამბიური და მარტო სახარება განმარტო წირვის შემდეგ და თუ საუბარი უნდა ჩეკრიბონ მრევლი მერე წირვის მერე დასხდნენ და ისაუბრო, რა თქმა უნდა, მოძღვარი მრევლს უნდა ყველაფერზე ესაუბროს, მათ შორის მიმდინარე და მათ შორის პოლიტიკურ საკითხებზეც თუ აქვს ამის სურვილი. თუმცა არა ამ იონიდან და არა წირვის შემდეგ. ასე რომ ეხლა მამა ალექსანდრე წაიკითხავს ეგრეთ წოდებულ ამბიონის ლოცვას და ამის შემდეგ მე გამოვალ, ჩამოვილოცავ, რის შემდეგაც
მოგიყვებით დღევანდელი სახარების შესახებ.